მოგესალმებით, თქვენ უყურებთ ტელეკომპანია პირველს, ეს გადაცემა FaceTime-ია. მე კი მისი წამყვანი ირაკლი ყურაშვილი ვარ. დღეს ჩვენ ავწევთ ამ გადაცემას სტუდიაში, რადგან ერთ-ერთ ცნობილ მომღერალს ვესტუმრეთ, გია სურამელაშვილს. მის სახლში ვნახოთ, თუ სად ცხოვრობს ის, სად ღებულობს ყველაზე მეტად სტუმრებს და სად ატარებს მისთვის ყველაზე ძვირფას დროს. ამიტომ გამოვყევით. გამარჯობათ. გია აქ ცხოვრობს, გია სურამელაშვილი. ასე უნდა ავიდეთ, ხო? აქ ფრთხილად. საკმაოდ უცნაური სახლი ჩანს, თუმცა საინტერესოა შეგნით რა გველოდება. იმედია გავგვეღებს მასპინძელი გარს. გამარჯობა, შეიძლება? შენდე ადგილი თქვენ კი უნდა ამოირჩიოთ, მე უნდა ამოვირჩიო. ცოდნისთვის. კიდე. მომეცი ბალიში. მალე. ძალიან ცუდი ინტერვიუ გამოვა ეხლა. იმიტომ ხასიათზე არა ვარ. ამბობე. სოკი მინდა. სიტუაცია. ძალიან დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენი გადაცემის სტუმარი. FaceTime-ი გავიდა სტუდიიდან და გესტუმრეთ სახლში. გენაცვალე. როგორია თქვენთვის ზოგადად ახალი წელი? გადაღებები მაქვს. მეტყობა ხო, აჭრილი მაქვს ნერვები უკვე და გადაღლილი ვარ. სუმღერი ვარ მე და ხარ მე ოჯახური არ მიჭირავს ხა ამჟამად. მესმის. 2015 წელი რო შევაფასოთ, კარგი წელი იყო თქვენთვის. ნახე 3 თითი. ისმენ. კარგი წელი იყო თქვენთვის 2015 წელი. კი აბა. უამრავი გასტროლი. კონცერტები, ჩაწერები, გადაღებები, რა ვიცი, ძალიან მაგარი წელი იყო. თავისუფალი ადამიანი ხართ? კი, თავისუფალი რო არ ვიყო, ამდენ ჭორებს, ამდენ საშინელ ძალიან უსიამოვნო ადამიანების ჯგროს და მათ ენას ვერ გადავლახავდი. იკა, ყოველთვის მიყვარს დისტანცია. ჩემს მეგობრებთანაც მიუხედავად იმისა, რომ სიგიჟემდე მიყვარან და მათაც ანალოგიურად სიგიჟემდე უყვარვა და ყოველთვის მიყვარს დისტანცია და ჩემს კოლეგებთანაც იგივე მაქვს. ყველა მიყვარს, მე ყველას უსურვებ წარმატებებს, იმიტომ რომ ყველა ვემსახურებით ერთ საქმეს და ხა მე თუ უფრო მათზე მეტ საფეხურზე ვდგევარ და მწერვალში ეს არ ჩემი ბრალია, არც მათი ბრალი არ არის. ამ სახლზე მინდა გკითხოთ, როგორ შეეგუეთ აქაურობას? ის მოლოდინი რაც გქონდათ გაამართლა? გადაამართლა კიდეც, იმიტომ რომ ძალიან ბევრ მოლოდინს გადააჭარბა, რაც ხდება ჩემს სახლში და ძალიან მოხარული ვარ, მადლობა ყველას. იმიტომ რომ ნამდვილად შეგნებულად მოდიან ეს ადამიანები, მე ვისაც უყვარვარ და აი სალონური სიტუაცია ამ სახლში და ყველას არ აქვს, ვერ შემოვა. კარები ღია არ არის, რომ პირდაპირ შემოვიდეს ვისაც უნდა. ცოტა რაღაც სხვა პირობებია აქვს. ჩემი პროდიუსერის მაინას დაჟინებული და სხვათა შორის მართალია. გადავინაცვლოთ ბავშვობაში. როგორი ბავშვი იყავით? ონავარი რაღაც საშინელის. არანორმალური, გათამამებული. ბაბუა მყავდა საბჭოთა კავშირის გმირი. ახლა წარმოიდგინე, ჯერ მე როდის დავიბადე, იცი? არა, 79 წელს. ხო, და ძალიან მაგარ ოჯახში. ბაბუა ჩემი სულ პრეზიდიუმში იჯდა. კაცრად გზდიდნენ? მამა მყავდა ცოტა მკაცრი. მაგრამ ვერაფერი ვერ გამოსდიოდა, იმიტომ ბაბუა იყო მთავარი. იმ დროსაც იყავით ყურადღების ცენტრში? კი, ძალიან ლამაზი ვიყავი.
ბავშვობაშიც და ნუ ბაბუა უფრო მათამაებდა. დღემდე ყავთ შემორჩენილი მეგობარი, რომელიც ბავშვობიდან მოყვებათ? არა, ცოტა დაგსახსული ბავშვობა მქონდა და რაღაცა ხა მე უკვე გია გავხდი და რაღაც ყველას მე მგონი რაღაც კომპლექსები აქვს. რაღაცა მგონი გონია ყველას რომ ხა გია ვარ რაღაცნაირად. ცხვირა წეული ვარ და რაღაც ალბათ, თორე აი ის დიდი ბუმი რო არსებობდა ჩემი 90-იანებში და რაღაცა თითქმის ყველა ბავშვების მეგობრები, ახლობლები ასე შემდეგ მოდიოდნენ. მე რა ვიცი, ეთქობა შინაგანი კომპლექსია. მე ვფიქრობ, რომ ადამიანებს გონიათ, რომ რახან ახლა მე ძალიან უკვე პიკსაც გადავაჭარბე და რაღაცა გონიათ ალბათ, რომ მე ცოტა შეიძლება ან ვერ ვიცნო ვითომ ან რაღაცა და ძალიან ბევრი ადამიანები მახსოვს. მშობლებთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ, მე არ მინდა რომ ეს გადაცემა გამოვიდეს სევდიანი, ამიტომ მოკლედ გკითხავთ. არის ისეთი რამ, რის გაკეთებაც გინდოდა მშობლებისთვის და ვერ მოასწარით? ყველაფერს ვაკეთებდი, რომ ჩემი მშობლები ბედნიერი ყოფილიყვნენ. უბრალოდ რასაც ვერ წარმოვიდგენდი, ისე მოხდა ჩემ ცხოვრებაში, რომ ძალიან ადრეულ ასაკში წავიდნენ ჩემი ცხოვრებიდან და ჩემი დედმამიშვილის ცხოვრებიდან და ძალიან მტკივნეულია, ჩემთვის ძალიან მტკივნეულია. შვილი და შვილიშვილი. წინასა ახალწლოთ აქვს შვილიშვილს სურვილები ბაბუას მიმართ? ხო, ნუ ბაბუა ისეთი ყოველთვის სასურველი ყავს, რომ ალბათ აქვს. გაძლევთ უკვე კონკრეტულ დავალებებს, რომლებიც უნდა წინასა ახალწლოთ თქვენგან მიიღოს? არა, მე ცოტა მძიმე ვარ და ცოტა მკაცრი ვარ და რაღაც ალბათ 2-3 დღით ადრე თუ რაღაც, თორე ისე რომ ძალიან ისეთი ვარ. მაგ საკითხში. მიხდება ესა თვალე. ბებერს ყوار გევა. ვაუ! ნახე რა ხდება. მე მგონი ფანები მოვიდნენ. დაუგეგმავად. აი დაუგეგმავი რა მოხდა. ჩემი სიმღერა საუწეს, მაგანში ძალიან მიყვარხარო, გვიყვარხარო. ვოთ! დაუგეგმავი. არის ისე სიმღერა, რომელიც ამოჩემებული გაქვთ? ამბობენ. საყვარელ ადამიანს რო შორდები ან რაღაცა რო ხდება. მაშინ რაღაცა თითქოს და რაღაცა ხდება, რომ იმ პერიოდში რაღაცა სიმღერა ჩდება და ჩემ გემოზე რაღაცნაირად მე მას უძღვნი. რაღაც მუღამში რო ცრემლი წამოგივა და განსხვავებულს რო გადაჰკრავდა რაღაცა. გაგახსენდება და მოგონებები და ტკბილი მოგონებები რა. ყველაზე საყვარელი სადღერძელო რომელია? მიყვარს განშორებისაც, იმიტომ რომ განშორებაშიც რაღაც ხიბლია. და მაინც რა? იმანიდარდოს, არა. იმანიდარდოს ვინ დაკარგა. არ მინდა გამომივიდეს, ახლა გია ვარ და ვაიმედე და დამკარგა მეთქი. არანაირად, უბრალოდ ყოველთვის დარდობენ და ყოველთვის ბრუნდებიან, მაგრამ მე აღარ ვიღებ. მე ვარ უმძიმესი ადამიანი მაგ საკითხში და მაგ სხვადასხვა სიმღერა გაპატიებ. მე თუ გაპატიო რა, ხო ეგ მომენტი და არა, შანსი არა რომ ვაპატიო. შანსი არ არის. ვერ გაპატიებ თუ აღარ ხარ საპატიებელი. რაცა უნდა მიყვარდე. მოეთრევი, მუხლებზე დაჩოქებული, მაინც არ გაპატიებ რა. შანსი არ არის. რა, იგვე ჩარტი, კალოე. კამერა, მამკო ჩარტი. მარინა რა? გამოვიცვალო მაგარი. არ ჯობია რომ ცოცხალ ვიმღერებ, ვიდრე შენ უკრავ რა. მაგას არა სხვა. სათვალე რომელი გავიდეთო? სათვალე რა? შავი. რა შავი? ხო, ამოხეს. ვიღაცა ტორაფი და ალბათ. ცოტა გამღერება გააკეთე, არ გადაიხოთ პირდაპირ. გამღერება რა. შენ დედა. რას. ერთი ორი. რას. ერთი. რაც ამ ქვეყნად სიყვარული მეფო. მე ყველასი მოტრფიალა.
გაიცა რა. ნორმალია. მე გამიკეთე თქვენ. შავი ბაჭი იყოს. დავიწყოთ? არ ვიცი, მე რა ვიცი. ხშირად ატარებთ ხოლმე დროს როიელთან? არა. ჩემ ახალგაზრდობაში ძალიან ხშირად ვატარებდი. დროს არ ვიცი, დილამდე უკრავდი და მღეროდი. ახალგაზრდობაში. რომელიმე არის ფოტო განსაკუთრებული, რომელსაც გამოარჩევდით? თუ აქ მარტო განსაკუთრებული ფოტოები მოხვდა? არა, უბრალოდ ვეღარ დაიტევდა ვერაფერი. კი ხართ ან ფოტოების გადაღება? ხო, რატომაც არა. ჩემთვის კი. ამ დისკის სახელი კონკრეტულ ადამიანს ეძღვნებოდა თუ უბრალოდ ერთ-ერთი სიმღერის სახელი? სიმღერისაც და ადამიანს. ვინ არის ეს ადამიანი, რომ გითხრათ? ვინ არის კონკრეტულ სახელთა გვერდს არ გეკითხებით, რა თქმა უნდა. უბრალოდ ანუ რომელიც წარსულს მივაბარებ. დიდხანს იყავით ერთად? ხო. საკმაოდ. რთულია გიას რომელაშვილი გიყვარდეს? ეს იმათ უნდა კითხო. მაგრამ რო არ გეუბნები. არ მეუბნები. ამიტომ გეკითხე. ალბათ არ ვიცი. ეხა ალბათ როგორც საყვარელი ადამიანი ალბათ რთული ვარ. არ ვიცი, ვერ გეტყვი. როგორც საყვარელი როგორი ვარ, ვერ გეტყვი. ყველაზე დიდხანს რა პერიოდი გქონდა თურქეთში? მაგრამ ჩემს მიმართ არიან უფრო მეტი ეჭვიანები და უფრო მეტად მე გავხდი ეჭვიანი. ყველაზე დიდხანს რა პერიოდი გქონდათ ერთ ადამიანთან ურთიერთობა? 5 წელი. კარგით, რაიმე კომპოზიცია რო შეუსრულოთ ჩვენს მაყურებელს და გადავინაცვლოთ თქვენს მეგობრებთან. გაიხსენეთ. არ ვიცი, მართლა გეუბნებით. ძალიან დიდი ხანია აღარ უკრავ. საუკუნეა მართლა აღარ უკრავ. ხო გითხარი, ჩემი მეგობარი ჯუნბერი, ჩემი ახლობლები ნანადავში, ჩემი მეგობრები უკრავენ, ვინც თამრიკო, ვინც პროფესიონალი მუსიკოსები არიან და ამახსოვს ოქროღანის აღმართი სუნია სამანის შენი სამახსოვრო ბარათი ორთაჭალის სავანე გზები აღმართ სამბალი სუნია სამანი ჰეიგაქანი ჩქარა ფაიტონი მე ამ ადგილს ვიცნობ მგონი მიყვარს ყვავილები მიყვარს გაგიჟებით სუნია სამანი სუნია სამანი დიდი მადლობა. გაგვეცნობთ მეგობრებს. რა თქმა უნდა, ჩემი მეგობრები, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ესეთი ცუდი გრაფიკი და ის მაქვს ცხოვრებაში, თვეში ერთხელ მაინც ვახერხებ ამ ყველაფერს, რომ არ შემიძლია ამ ადამიანების გარეშე. ესე გამიკვირდა, რომ ნაძვის ხე არ დაგხვდა. როგორც გავიგე, დიდად არ გიყვართ. ხო, არ მიყვარს. მარინას მაგას მეჩხუბებად ხოლმე, ქალბატონი მარინა. ესეც არ ვიცი, ძალიან ბევრი რაღაცა სულ ჩხუბი და დავიდარობის. ვერ ვემთხვევით, მე ხო გითხარი ცოტა უმძიმესია, მაგრამ როგორ დგას, გადაიღეთ რა ნახე რა. კარგით, გადავიდეთ იმ მაგიდასთან, სადაც თქვენ მეგობრების ხედავთ. თამრიკო რა არის? რატო? თუ გაპატიოთ ხალხო რატო? კიდე თუ არა იჭყობ გაგიგიათ ეგეთი. ფაიმე კატივი. ჩამომიჯექით აბა ჩემო მეგობრებო რა ამბობე. აბა რაღაცა დაუყარი ადამიანი რა გჭირს? რა დები იშხნელები ჩამოჯექით. გამოგცდა. თედა უშა. ვიდეო იქითო. საჩევი.
მე ხო სასწაულისა მაქვს იუმორი. საშინელი იკა. მე თუ ხასიათზე ვარ, მე თუ დავიწყე, აქ დამთავრებულია. გააჩინე როგორ ფეხზე ავდეთ. ამბობენ. ესენი არიან საერთო ჯგუფელები. მე არა. თავრიკო და ჯუმბერი არიან ჯგუფელები და ნუ აი ესენი ხო ვაფშე საერთოდ ისტორიას მიყვებიან, თავის კონსერვატორიის ამბებს, რომ ამაზე ხო ვაფშე ძალიან მიყვარს ეს ადამიანები. ნუ ჩემი მიშა, ჩემი ძმაკაცია, ჩემი ახლოვესი მეგობარი. როგორი მეგობარია გია თქვენთვის? ვაუ. ძალიან თბილი. ძალიან კარგი, ძალიან ერთგული. მას ჰქონდა სოლო კონცერტები და არ ვიცი თქვენ გახსოვთ თუ არა. ანშლაგები იყო, იმისთან ანშლაგები იყო, რომ მე ფილარმონია არ მახსოვს, რომ რკინის კლეტკებში ჩაესვათ ის ადგილი, სადაც მსახიობები შედიოდნენ. და ეს ყველაფერი ხდებოდა ამის გამო, იმიტომ რომ მას ძალიან ბევრი მაყურებელი ყავდა და ფანატიკურად შეყვარებული ადამიანები. და გავიცანი იქ იმის შემდეგ ჩვენ ერთადაც გამოსულვართ ცოცხლად ასრულებდა ჩემს სიმღერას. მარინა როგორ მოვიდა მარინა? სასწრაფოდებით მარინა! მარინა! მარინა, მოდი! ეხლა შევწყვიტავ გადაღე. გადავუღე. შევთხოვეთ და არ დაგთანხმდა ქალბატონი. ვითომ რატოო? აი ფორმაში რა ხარ ეს უნდა გადაგიყოს ზუსტად. შეხაში უყონის გარშევა. სამი დღეა და მე ვრიყვასევდა სამი დღეა გულმოდგინეთ წვიმს მომანათრანეთა რაც მომწყინდა რაც მომწყინდა ის მომანათრანეთა რაც მომწყინდა რაც მომწყინდა ორამძარეთი წრემლება ზეცაო შენ ჩემთვის ხარ მთვარეცა და მზეცაო რავამაზად იფურჩქნება გარემო მე შენს გარდა არავის შევიღავარებო იფურჩქნება გარემო მე შენს გარდა არავის შევიღავარებო სულ გიმღერი, სულ გიცინი, სულ გეთრფი გამიღიმებ სიცოცხლით ავივსები ორანაზა იფურჩქნება მიდამო შენ სიღავაროს საფლავამდე ვზიდავო იფურჩქნება მიდამო შენ სიღავაროს საფლავამდე ვზიდავო შენ სიღავაროს საფლავამდე ვზიდავო მოგალატე დიდი მადლობა. Кушать можно? ვაუ! ეს უნდა გადაგეხო. აიმე! მოგინათ ნამდვილები გნახოთ. ესეთები. რაღაც მინდა რა. მოდი რა ჩამოჭეკი შეჭება რა უპიტურებაა ესა. მე ისეთ რაღაცას ვიტყვი რომ მოდი თქვი. Позориться будем все. Ну, короче, მივფრინავ და შემეშალა საათი.
მე სახში ვზივარ, სხვაგან მაგ კიდე სახლი და ჩემი თანაშემწე ყველა ვინ არა, მაგრამ მე ვიცი საათი რომ ალბათ სადღაც 2 საათით მე მიფრინა, მე რა ვიცი, კაცო რა ვიცი მე. ხო და დამავიწყდა ეს ეთყობა, არ ვიცი, ეთყობა ამ ყველამ არ შეხედა ბილეთს. გადმოვინაცვლე მოსასვენებელი ოთახიდან, ძალიან მიყვარს 3,000 ევროსი ჩამოჯდომა. ეთყობა გავთბი, მივთბი ხოშიანად და სვავ და მიდი მოვდივარ და ვიცი, ნაღდად ვიცი რომ 2 საათი მაქვს დრო. ირეკება ტელეფონზე და ვიმცანდებითო და რა არ ვიცი, მე არასოდეს არ ვიღებ ყურმილს. და იქვე მე და ყურმი და ავიღე ყურმილი, მე რა ვიცი, მივფრინავ და სულ მეკიდა ფეხებზე. ვიმძადებითო, გია ვარ მეთქი. ბატონო გია, თქვენ რა არ მოფრინავთო დღესო? როგორ მეთქი? საათი რომელიაო, რომ აღარ მოფრინავთო? თურმე დამაგვიანდა და მთელი თვითმფრინავი მელოდება, იქიდან მამულიჩა, იქიდან ელა მაინდე და იქ ამბავი ხდებოდა. ჯეხო შემცხვა, ისე კი ეს მანქანა სხვათა შორის მიშა მყავდა იქა. გავაგზელებ მაგას რა. გადი. საწობია როგორი, იცი? საწობია ესეთი საწობში ვერ მოხდება. მაშინ ყავდა პრადო. თელი, ხო, პრადო მყავ. ეს დიდი მანქანა არ გინდა ამ საწობში თან წვიმს, აი ჟინჟლავს რა ცუდად რა. ჩავრთე ავარიულები, გავრ სიგნალები ის რაღაცა და მაგრამ ეხა კი ნასვამი ვარ რაღაც, მაგრამ მე ცოტა ეხა ესე კი მართლა გიჟი აწყვეტილი კი არა რაღაც ცხვენოდა მთელი სავსე თვითმფრინავი რომ გელოდება და ავდივარ და იქ ეთყობა არ უთხრეს თუ რა ვიცი და ამ დროს ვისველოდებით და ავდივარ მე. რეაქცია რა ქონდათ მე რო დაგიგო? გაუკვდა ხალხი, კაცო მთელი 1 საათი დავაგვიანე. 1 საათი მელოდებოდა თვითმფრინავი. აი, ნუ ეხლა გიას ვინ არის? ხო, შევედით თუ არა სირბის რომ მთელი აეროპორტი, მოდი, გიო, ჩქარა. აკეთ გიო, ჩქარა, მთელი აეროპორტი. გიყვართ ისე დაგვიანებები? არ მიყვოს, რატომ დამემართა, მე რა ვიცი კაცო. არა, პუნქტუალურობა. გავრაზებულო გარბოდი ის დაიცენე პრაიზის და კურიოზია მეტალია. არის გოგო თავი გამარები გალო. ბრენდი ვარ, შეიგნეთ. ჩუჩხალარა. რა სიკვდილად გიდა ჩუჩხალა, მოდი ახლა. მიშა. რა იყო, რიტმე რა მოიწყა მოკალე. გავგიჟდები და შეაღარდეს აღარ გადავიდეთ რა. ნაყოი რა ვაფშე. ალო. რა იყო ის აბა გაუმრჯეს მავლესა ვა? ბოჟე. სამე ბოჟი ტალი გორში. სიამსკამს რა. ამბობენ. ზიმეძიხა. დავიწყეთ? თუ არ დაიწყე, ჩემი დარდი კიდე რა. ალე. ახალწელი არ მიულოცო ქვეყანას. კი. ამბობენ. გადავედით მეოთხე ნაწილზე და ვფიქრობ ეს იქნება ყველაზე საინტერესო. ვაუ. ბლიც ინტერვიუ. დაახასიათეთ საკუთარი თავი. უკვე დავახასიათე. რა არ გაღიზიანებთ საკუთარ თავში? როცა მარტო ვარ, ჩემ თავთან. როგორი მომღერალი ხართ? მეგა. თქვენი ყველაზე დიდი მინუსი. ძალიან ბევრია. ერთ-ერთი? ძიმე ხასიათები, გინება ვიცი, ცუდი სიტყვები, ყვირილი ვიცი, რა ვიცი, მტრევა, მსხრევა, რა ვიცი, რაც შეიძლება რომ ყველაფერი ცუდი იყოს, შეიძლება ეს მე გავუკეთო. ვის როლს შეასრულებდით კინოში? ჩემ როლს. რომელი ავტორის წიგნი და რომელი გმირი იქნებოდით? აი ვინ ჩემზე დაწერდა რამეს? ოდესმე პოლიტიკოსი გახდებოდით? არა მგონია, იმიტომ რომ რაც ქვეყანაში პოლიტიკოსები არსებობენ, ისე მეზიწყებიან ყველა და ისე არ ვარგანან, რომ ვიღაცის მაგალითი ან რაღაცა უნდა მოგანდომოს, რომ გახდე და
არის პოლიტიკური პარტია, რომელიც შეიძლება მოგწონდეთ? არა. გაქვთ რუსული ნოსტალგია? არა. რას ფიქრობ ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე? საქართველოს ჩვენს ქვეყანას რაც წაადგებოდა, ყოველთვის მომხრე ვიქნებოდი. თუ შეგიძლიათ რომ FaceTime-ის მაყურებელს გაუმხილოთ თქვენი ერთი თვის დაახლოებითი შემოსავალი. აუცილებელია თქვა? არა, მე უბრალოდ გეკითხავთ. თუ თუ გაგვწევთ? უბრალოდ მეკითხე, მაშინ ვერ გეტყვი. კარგით. ვინ გირჩევთ დასაწყისს? ჩემი თავი. თქვენ ხართ თქვენივე თავის დიზაინერი? არა, დიზაინერი არა ვარ, მაგრამ უფრო მე ვარ ჩემი პროდიუსერი, ჩემი დიზაინერი და რა ვიცი, მაგრამ მაინც იმას ვაკეთებ, მაინც რაც მემინდა, იმას ვიცმევ. რა ბრენდს ანიჭებთ ყველაზე მეტად უპირატესობას? რა ბრენდს ანიჭებთ ყველაზე მეტად უპირატესობას? რაც მე მიხდება, არ ვიცი, რასაც მე მოვისურვებ, იმას ვიცმევ და უფრო მეტად მიკერავებ. სხვათა შორის ტანზეს სამოს. სხვათა შორის მეოთხე ბლოკია და მეოთხეჯერ გამოიცვალეთ ტანსაცმელი. ეს თქვენი პრინციპია? ალბათ, იმდენად რამდენადაც მე მგონია რომ სასიამოვნოა. საყვარელი მწერალი. გამსახურდია. პროსტიტუცია ლეგალიზებული უნდა იყოს საქართველოში. რა გაქვთ ყველაზე ლამაზი? ხურპერი. რისი კომპლექსი გაქვთ? არაფრის. რისი გეშინიათ? არაფრის. რისი გრცხვენიათ? არაფრის. რომელიმე ქვეყნის მოქალაქე გახდებოდით? ალბათ, მაგრამ არ მინდა. სოციალურ ქსელში დასმული კითხვები ჩვენს ოფიციალურ გვერდზე. ძალიან აინტერესებთ რატომ გაცვიათ ყოველთვის დეკოლტე? რამაცვია დეკოლტე? ანუ ალბათ ამ თქვენი ჩაცმულობის სტილს ეძახიან დეკოლტეს. ხა ძუძუები რო გივარდება, მაგას ქვია დეკოლტე და ძუძუები ჯეჯებით არა მაქვს და რა ვიცი, კარგი სხეული მაქვს და იმდენ მაცვია. რაც ლამაზა გაქვს, ყველაფერი უნდა გამოაჩინა რა. ასევე ციტატა სოციალური ქსელიდან. თუ გაპატიო იკა. ყველა მომღერალი გადამგდებია, მათ შორის გია. ხო. ანუ რას გულისხმობდა? მე რა ვიცი, თქვა, ალბათ იცია რომ გადავაგდე ბევრი. მაგალითად ვინ გადააგდეთ? არავინ არ გადამიგდია კაცო. ფულის ჩემი და ხასიათებიდან გამომდინარე შეიძლება სადღაც დამიგვიანია და რაღაცა რასისულელია რა გადამგდები. ფულის იმათ რა ვინც ეს გაბედა. რო ესე თქვა. ფულის გამო რა შეგიძლია გააკეთო? არაფერი, ფული გადასევად მომდის ჩემი შრომით და ხოშიანად ვაკეთებ. რომ არ მოგდიოდეთ? რო არ მომდიოდეს ფული? დიახ. მაინც ეს გავაკეთებდი რომ მე ვიშოვო ფული, როგორც ყველა შეუძლებს. იქნებოდა თუ არა ტელეწამყვანი? იქნებოდა. რა გადაცემას წაიყვანეთ? რამე შოუს ალბათ. აი მაგალითად რომელ მხარეს უფრო წარმოგიდგენიათ ახლა? არ მგონია რომ პოლიტიკური თოქ-შოუს წაყვანის სურვილი გქონდეთ. შეიძლება ეგეც წავიყვანო და ძალიან რეიტინგული იყოს. ძალიან საინტერესოა. კარგით, დიდი მე ესე მადლობა. ზარმაცი ვარ და ცოტა ისეთი აწყვეტილი ბიჭი ვარ, რომ რა ვიცი, მაგრამ ფაქტიურად შეიძლება ეგეც მოხდეს. რას და უფრო გულისხმობთ? მეტი რეიტინგი ექნება. რას გულისხმობთ? აბეზარი ვარ, რაღაც სხვანაირი ვარ და ხო, შეიძლება ეგეც მოხდეს. რომ ძალიან რეიტინგები დედა და რეიტინგს. საინტერესოა. ვით უმეტეს პოლიტიკურად თუ წავიყვან, სასწავლო დაემართება ყველა პოლიტიკის ადამიანებს რა. პოლიტიკოსისთვის ოდესმე გიმღერიათ? კი. რომელი პოლიტიკოსისთვის? რა შენ საქმეა? მაინტერესებს. საინტერესოა. გიმღერია კი. ნანობთ ახლა? არა, ძალიან და მაშინ რატო არ აღვთ ეს უყარეთ? რატო უნდა ვთქვა? საინტერესო იქნება მაყურებელს. საინტერესო რო იყო, იმიტომ უმღერე. პოლიტიკოს. ანუ ამ შემთხვევაში ნებისმიერ პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლის ღონისძიებაზე შეიძლება გიხილოთ, თუ კი ჰონორარს გადაიხდიან. ვერ იხდიან, ვერა სამწუხაროდ. ფინანსები არ აქვს? ხო, არ ვიცი. ვერ იხდიან. ალბათ მე ძალიან ძვირადღირებული ვარ. ახალი წელი მინდა მოვულოთ. ახალი წელი და შესაბამისად მე მოგაწვდით სასმის და გისმენთ. ახალი წელი მინდა სრულიად საქართველოს მივულოცო. თქვენ რა თქმა უნდა, თქვენ ტელევიზიას სრულიად საქართველოს და რა ვიცი, რა გითხრათ ხალხო? ხვავი, ბარაკა, საუკეთესო წლები.
დიდი მადლობა. დიდი მადლობა. ხარ. აი თუ გაპატიოთ რა. დავლიო ეს ზედა. გამორთეთ კამერები. ჩვენ გაგვიმარჯოს ხალხო და რა ვიცი, მრავალჯერ შევხვედრილი ყავით. ძალიან მიყვარხართ, უღრმესი მადლობა. რა უნდა მეყვირა, ეს დედა რა უნდა მეწიულა და რა უნდა მეგინა. მითხარი ამიხსენი, კალო. ვაიმე იღებდი? აუ. თუ გაპატიო. გამორთეთ კამერა.